სამების ტაძარი ამაღამ 6 საათით დაიკეტება. პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ღამის 2-დან დილის 8 საათამდე გაგრძელდება. დილის 9 საათიდან კი ღვთისმსახურება დაიწყება და ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვებით იქნება დაშვებული. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველ სამებაში დღის 12 საათის შემდეგ ელოდებიან. ის ილია მეორესთვის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. ილია მეორეს სამების ტაძრიდან ხვალ 3 საათზე გამოასვენებენ და სიონის ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ. მრევლს, რომელმაც პანაშვიდებზე მისვლა ვერ მოახერხა, პატრიარქთან გამომშვიდობების საშუალება სწორედ ამ გზაზე ექნება. სამებიდან სიონამდე დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, გზაზე დამონტაჟდება ეკრანებიც. მოქალაქეებს შეეძლებათ სამგლოვიარო პროცესიას პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი. რუსეთის საგარეო დაზვერვა ვიქტორ ორბანს წინასაარჩევნო თავდასხმის ინსცენირებას თავაზობდა. ინფორმაციას Washington Post-ი ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის თანახმად გეგმის მიზანი ორბანის რეიტინგის მატება იყო. ამავე ცნობებით გასულ თვეში რუსეთის დაზვერვამ განგაში ატეხა პუტინის მოკავშირე ორბანისადმი საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნის გამო. რუსების მასშტაბური შეტევა ერთდროულად 7 მიმართულებაზე უკრაინამ 4 საათში ჩაშალა. ლიმან-ბოროვას ფრონტის ხაზზე უკრაინელებმა რუსებს შეიარაღების დიდი ნაწილი გაუნადგურეს და სწრაფი გარღვევის მცდელობა მასშტაბურ ჩავარდნად უქციეს. გენერალ ბილეცკის განცხადებით, ოკუპანტები ამ შეტევისთვის თვენახევარი ემზადებოდნენ, თუმცა თავდასხმის მოგერიების გეგმა უკრაინელებსაც ჰქონდათ.